დარჩი ვიდეოს ბოლომდე და გასწავლი როგორ გახდე ჯადოქარი. ალბათ ახლა ისეთი მოლოდინები შეგიქმენი, სადაც უნდა გასწავლოთ რა უნდა თქვათ იმისთვის, რომ თქვენში ჯადოქრის სულმა გაიღვიძოს, არა მე მსგავსი, მაგრამ არა. დღეს უნდა გესაუბროთ, რა რისკებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის საქმიანობა, რომელსაც ეძახიან ჯადოქრობას. რეალურად არის თუ არა ეს ასე საფრთხის შემცველი, ან პირიქით ასეთი უწყინარი. და მოდი ვისაუბროთ ამ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ კი ტაროს გაშლა შეუძლია ყველას და ტაროს განმარტებების სწავლა შეუძლია ყველას. იქ არ მაქვს საუბარი ხედვებზე, არ მაქვს საუბარი დამატებით იმ ნიჭებზე, რაც უნდა ქონდეს ადამიანს. შეიძლება ამის ესე სწავლა და როგორც სამოყვარულო დონეზე ამის ცოდნა და ისე გამოყენება. მაგრამ არის ერთი რამ. ტაროს გაშლაში ჩვენ ვდებთ ჩვენს ენერგიებს, რაც აუცილებლად უნდა დაბალანსდეს. ეს ხო არ არის საქმე, რაღაც ისეთი მაგალითად ვიღაცას დავეხმარეთ საჩუქრის ხუთი შეფუთვაში და ამაში დიდი შრომა არ ჩაგვიდია, დიდი ცოდნა არ მიგვიხილა და ამიტომ ეს არ უნდა ამას დიდი ბალანსი არ ჭირდება. ეს იგივე არ არის. ტაროს გაშლას, განსაკუთრებით რიტუალების გაკეთებას და ამ სფეროში ნებისმიერ საქმეს, როდესაც გავუკეთებთ სხვას, აუცილებლად ეს უნდა დაბალანსდეს. აუცილებელია რომ გაიცვალოს ენერგიები. საუკეთესო ვერსია არის გადაგიხადოთ თანხა, თქვენთვის რაც არის მისაღები ეს თანხა. რას ქვია ახლა თქვენთვის მისაღები თანხა. თქვენ ამ ყველაფერში ჩადეთ შრომა, დაუთმეთ დრო, თუნდაც სამოყვარულო დონეზე ისწავლეთ ეს ყველაფერი და აუცილებელია რომ ის დრო, რაც თქვენ ამის სწავლას დაუთმეთ და შემდგომ დრო, რაც უნდა დაუთმოთ სხვისთვის ტაროს გაშლას, ეს აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს. რატომ? იმიტომ რომ თუ გონიათ რომ ტაროს გაშლა უფასოდ არის სიკეთე, ეს არის პირიქით ბოროტება. თუ ენერგიები არ დაბალანსდება, თქვენ ავტომატურად დაჯდებით იმ ადამიანის ენერგიებზე, ვისაც გაუშლით ტაროს. ეს უკვე ამას მოდი ასე ვთქვათ, სამყაროს ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, როდესაც არ არის ბალანსი, არ ბალანსდება რაღაც ჩვენი მხრიდან, ადამიანების და მომაკვდავების მხრიდან, სამყაროს წინაშე სამყარო თავად აბალანსებს, მაგრამ უფრო ცუდი გზებით. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ასე. თქვენ დაჯდებით ზღვის ენერგიებზე და მისი ცუდი, მისი კარგი ყველაფერი მოდის თქვენთან. მაგალითად თუ იმას მას არ აქვს ფინანსური კარგი სიტუაცია, თქვენთანაც ეს ფინანსური არაკარგი სიტუაცია მოდის. ეხლა გავაგრძელოთ რისკებზე საუბარი. ხშირად სვენია ხოლმე, რომ ვირა კაია, მოდი მესამე თვალი გავხსნი, ეხლა ვისწავლი, ხედვები მექნება. ესეც ძალიან დიდი რისკია და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელსაც კარგად დაფიქრება ჭირდება, სანამ ამ ნაბიჯს გადადგმთ. პირველ რიგში ის უნდა გაიაზროთ, რომ როდესაც მესამე თვალს გაიხსენით, ყველას არ აქვს ეს ნიჭი და ეს შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა, ვინც ხელოვნურად ხსნის მესამე თვალს, შემდეგ ეწყებათ ხედვები, ხედავენ ისეთ რაღაცებს, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის თვალით ხილული არ არის. ზოგიერთს კავშირი აქვს გარდაცვლილებთან. ყველა სხვადასხვანაირად გამოვლინდება ხოლმე. შეიძლება გსმენიათ კიდეც, რომ ზოგიერთი ჭინკებს და დაბალ ვიბრაციულებს ხედავენ, ეს ვთქვათ ეშმაკებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაიაზროთ, სანამ საერთოდ იმ ნაბიჯს გადავდგავთ, რომ ამ სფეროში შემოაბიჯოთ, არის ის, რომ უკან დასახევი გზა არ გექნებათ. ყველა ადამიანი, რომელიც ხდება ჯადოქარი, რომელიც ხდება ეზოთერიკოსი, რომელიც იწყებს ენერგიებზე მუშაობას და ამ თავისი ენერგიების გამოყენებას, მარტივ გზას არ გადის. არ შეიძლება ადამიანს მოუნდეს, როგორც რაიმე ტკბილაული, მაგალითად, რომ გახდეს ესე მოუნდეს, რომ გახდეს ჯადოქარი, გამოიყენოს თავისი ენერგიები, ისწავლოს ენერგიებთან მუშაობა და ეს მოხდეს ესე მარტივად. აბსოლუტურად ყველა ჯადოქარი გადის ურთულეს გზას. ეს ურთულესი გზა არ არის მაგალითად როგორც ფილმებში რაღაცა გამოცდომ და გაიარო, ისწავლო და თუ ამ გამოცდას რაღაც კონკრეტულ თაებასთან ან სამყაროსთან შევაბარებ, ხტები ჯადოქარი. ეს ასე არ არის.
როგორც კი იწყებ ამ სფეროს შემობიჭებას და იწყებ პრაქტიკას და ხდები პრაქტიკოსი, შეიძლება თეორიულად იცოდე, მაგრამ სანამ პრაქტიკაში არ გადაიტანა ყველაფერს, ეს ყველაფერი არ დაიწყება. მაგრამ როგორც კი პრაქტიკაში შემოაბიჯებ, იწყება ცხოვრებისეული ურთულესი გამოცდები, დანაკარგი, სირთულეები, პრობლემები. ეს დაახლოებით ესეა. სამყარო გეუბნება, რომ თუ გინდა რომ გაიზარდო, შენ ეს ყველაფერი უნდა გადალახო. და შენ თუ არ გაიზრდები და ენერგეტიკულად არ ამაღლდები, არ აიმაღლებ ვიბრაციებს, არ დაიწყებს სწორი პრაქტიკების ჩატარებას, მაშინ შენ უბრალოდ არ გექნება ამის ძალა, რომ ეს გააკეთო. აქედან გამომდინარე, ყველა ჯადოქარი, რომელსაც თქვენ ხედავთ ეკრანებზე, რომელზეც გსმენიათ და ასე შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, რომლებიც არიან პრაქტიკოსები და ნამდვილად კარგად აკეთებენ რიტუალებს, ყველას ურთულესი გზა აქვს გამოვლილი. ზოგიერთს, მაგალითად, ფინანსური თვალსაზრისით, ზოგიერთს დაუკარგავს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს, ზოგიერთს კი ვინც ყველაზე მეტად უყვარს ის. ზოგიერთისთვის ეს არის შინაური ცხოველი, ზოგიერთისთვის მეორე ნახევარი, ზოგიერთისთვის კარიერა, ფინანსები, გაჩნია ვისთვის რა არის პრიორიტეტული და რა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ სანამ ამ სფეროში შემოაბიჯებთ, გაითვალისწინეთ აუცილებლად ეს დეტალები, იმიტომ რომ თუ კი თქვენ აქ შემოაბიჯებთ და პრაქტიკას დაიწყებთ, აუცილებლად მოხდება ისე, რომ თუ გადაწყვიტავთ, რომ ეს სფერო დატოვოთ, დაგღალათ ამ აურზაურმა ქაოსმა, ყველგან ენერგიის გიების შეგრძნებამ, იმის დანახვამ, თუ სად არის ბოროტი და სად იმალება ნეგატივი, სად არის ჯადო და სად არის მაგიური თავდასხმები, უბრალოდ ამ ყოველს ვეღარ დატოვებთ, თქვენ თუ ამას გადაწყვეტთ, იმიტომ რომ ყველაფერი მოხდება დროთა განმავლობაში, რომც დატოვოთ. ყველაფერი მოხდება დროთა განმავლობაში, რომ თქვენ ისევ აქ დაბრუნდეთ. და ამავდროულად ყველაზე რთული ის არის, რომ თავად არ გექნებათ იმდენი საშუალება საკუთარ თავს დაეხმაროთ, როგორც სხვას შეძლებთ, რომ ეს გაუკეთოთ. ანუ თუ სხვას მაგალითად ფინანსური სერიოზული პრობლემა აქვს, უფრო მეტად დაეხმარებით მას, მაგალითად ფინანსური არხების გახსნით, ვიდრე საკუთარ თავს. ხშირად ამის გამო მსმენია კიდეც, რომ აი ჯადოქრები თუ ესეთი ძალიან ძლიერები და მაგრები ხართ, რატო არ ცხოვრობთ სასახლეში, რატო არ გაქვთ ოქროს ტახტი, რატო არ ბანაოთ ბრილიანტებით სავსე აბაზანაში, მსგავსი რაღაც კომენტარები. სწორედ ამიტომ. გარდა ამისა, კიდევ ერთ შედარებას მოვიყვან, თუ გინდათ რომ ჯანსაღი მაგია გამოიყენოთ, სწორედ მაგია ჯანსაღი მეთოდებით გამოიყენოთ, იმიტომ რომ რეალურად თეთრი შავი მაგია არ არსებობს, არსებობს მაგია და მაგია არის თეთრი მაშინ, როდესაც მას სწორად გამოიყენებთ და მაგია არის შავი, როცა მას ბოროტულად გამოიყენებთ. ბოროტულად ეს არის სხვის თავისუფალნების შეზღუდვა, შურისძიება, დასჯა და მსგავსი რა. სხვისი რაღაცის წართმევა, გამორთმევა, ოღონდ ენერგეტიკულად. სხვისი ცხოვრების მიმართულების შეცვლას. თეთრი რა თქმა უნდა სხვისი დახმარება, წმენდები, განკურნება, შეიძლება ფინანსების მოზიდვაც როგორც თეთრ მაგიაში ესე ჩავთვალოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასიყვარულო მაგიაც. შავია თუ ჩვენ ვცდილობთ კონკრეტული ადამიანის მოზიდვას, თეთრია თუ კი ჩვენ ზოგადად სიყვარულის გრძნობას ვიზიდავთ და ამის შემდეგ გამოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც ნამდვილად ჩვენი ადამიანები არიან და ჩვენს გვერდით იქნებიან. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას როგორ გამოიყენებთ, რა ყოველი ნაბიჯის წინ კარგად დაფიქრდეთ, რას აკეთებთ და ფიქრობ, რომ ეს რომ ბევრ ცოდნო და ბევრი ამბიც არ გადადგავდა, იმიტომ რომ ხშირად შემდეგ ჩემთანაც მოსულა დამწყები პრაქტიკოსები, რომ თავს თუდად გრძნობენ და კი, მე შემიძლია გარკვეულწილად დავეხმარო, თუნდაც იმ რთული გზის მარტივად გადალახვაში, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება ეს ყველაფერი, რასაც ამ სფეროში გააკეთებთ.